ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღეშვილი. ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული პატივისცემით მოვიწვიოთ ჩვენი პირველი სტუმარი, ყველასათვის ცნობილი და კოლორიტული პიროვნება, ბატონი გრიშა ონიანი. მოგდადი ბატონი გრიშა. ბატონო გრიშა, ურმესი მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან მიხარია რომ მაგ საშუალება გიმასპინძლოთ. შემთხვევით არ მithქვამს მე ის რომ მართლა თქვენ ცნობადობა არ გაკლიათ ჩვენ საზოგადოებაში და ეს არ ეხება მხოლოდ თქვენის თაობის ან ჩემი თაობის ხალხს. პატარა ასაკის წარმომადგენლებს კი მოუყურებ, აი განსაკუთრებით TikTok-ზე. იმხელა ყურადღებას იჩენენ თქვენს მიმართ და ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ სხვადასხვა. და მე ნამდვილად არ მიკვირს თქვენი აქტიური ცხოვრებიდან, თქვენი მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან დიდი სამეგობრო წრიდან, რომელიც ყველა თაობას მოიცავს. და რადგან მეგობრები ვახსენეთ, მათ შორის გამორჩეული პიროვნება ჩვენ საზოგადოებაში ბატონი დავით სალარიძე მინდა გავიხსენო და ფანტასტიკურად შეაფასა თქვენი აი ეს აქტიურობა და აი ეს მინდა რომ პირველ რიგში ბრძანოთ და აქედან დავიწყოთ ჩვენი საუბარი. დავით სალარიძე ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია და ძალიან ხშირად რომ ვიტყვიათ ჟარგონულად მაღადავებს ხოლმე რა. დიღმის ტყეში დავიწყე სიარული. ხო და ჩემთან მოვიდა სახში ბატონი დავითი და დიღმის პარკში დაგინახეო, რამოდენიმეჯერო იქ დადიოდიო და ხარაფერი დაგეკარგა, რაზე დადიოდიო და ქვეყანა დადის, კაცო ზორგის ჯამთელობას იუმჯობესებს, ზორგი რაღაცებს კი ახალგებს ხდებიან. თურმე კარგია ეს სიარული და ისა რა არის იცო? ისინი იმიტომ დადიანო იქაო რომ შენამდე რომ მოვიდენო რა და იცხოვრო და შენ სალღა ჯანდაბაში მიდიხარე. შენ რა გატარებ? შენ რა გიგა? ვერთმა გატარო 100 წელი ბატონო გრიშა. აი თქვენი ისტორიები, რომელიც მე შინაურულ წრეში მაქვს მოსმენილი, არის აი გონება מחვილურობით გამორჩეული და რა მინდა იცით ხოლოდ რომელიც ჩვენმა მაყურებელმა დარწმუნებული ვარ უმრავლესობამ არ იცის. თქვენი ისტორია აი წლის ბოლო რო იყო და განაშთვის პერიოდი და რომ უნდა წამოსულიყავით სამსახურიდან, ძღოლი რო გელოდებოდა, ძღოლი. წისქვილი კომბინატი იყო, ნომერ პირველი წისქვილი კომბინატი და ოთხუხში და იქ აშენდა კომბინირებული საკვების ქარხანა იმის ბაზაზე. ხო და იმის დირექტორი ვარ. ხო და ეს სახალხოდ გავნაშთეთ ეს ქარხანა რამე რა იყო შემოსავალი, რა იყო გასავალი რაღაცა ესე დავაბალანსეთ ყველაფერი და როგორც პიროვნულად ისე სახელმწიფოებრივად და რაღაცა პრემიები შეხვდა რა, ცოტა მოზრდილი პრემიები შეხვდა. მე მანქანა მყავდა რა თქმა უნდა, პირად სარგებლობაში მანქანა მყავდა, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად ეხლა რომ ბიზნესმენებს ეძახიან, მაშინ სხვა სახელი ჰქონდათ. მაშინ ჩვენ დირექტორები გვერქვა და ესეთი რაღაცეები და ამ მანქანებს კანო ცხვილწინ კი არ უყენებდით ამ თავრობას და ხალხს და რაღაცა მაინც მორიდებულად მაინც რაღაცები და მარტყოფიდან დავდიოდი. ხო და მარტყოფიდან რომ მოვდიოდი კახეთის გზატკეცილზე ვაჩერებდი ამ მანქანას გარაჟები იყო იქ ქვეყანა სამგორწყალშენის გარაჟი იყო იმაში ვაყენებდი ამ მანქანას ხო და იქიდან ფეხით ჩამოვდიოდი ახლო იყო იქ წისქვილი კომბინატი და უამრავი ლიანდაგი უნდა გამომევლო ოღონდ რა იქიდან მოვიდა ჩამოვედი თავდაღმართი იყო და შევდიოდი მერე ჩემ ქარხანაში ხო და ერთხელაც გვიანობამდე დაღამდა ახლა ვიმუშავეთ რაღაცები მომავლის გეგმები დავსახეთ რაღაცები და მივდივარ სახში. მივდივარ სახში ცოტა უფრო გაძლიერებული ეკონომიკურად რაღაცებად და რო გადავედი ერთ ლიანდაგს, მეორე ლიანდაგს, მესამე ლიანდაგს. ოსა ღამია. ეს кейსით ფული დანგაქვთ. ხო და ვიღაცამ დამიყვინა გაჩერდიო. გაჩერდი ახლა რა უნდა ქნა იქ
ხეებია რაღაცა დადარივით არის იქ გასასვლელში და ალბათ იქ ვიღაცა ჩასაფრებულია, გაიგო ეს ვიღაცამ და უდა გამძარცვოს და რაღაცა ქრა. გავჩერდი. ცოტა ხანი არაფერი და მერე მითხრა რომ დაბრუნდი უკანო. მესაუბრდი უკან. აბრუნდი რამოდენიმე რელს გადმოვცდი აქეთ, ხო და მე გაჩერდიო. მეს გავჩერდი, წამოდი წინო. ხო და წამოვედი წინე, მეცა. იმაზე უფრო შორს წავედი ახლა, ვიდრე გამაჩერა ადრე. ხო და გაჩერდიო. გავჩერდი. ხო და თქვა ვიღაცას უბრძანა რომ ჩამითო და მეცხეში გადაათრიეთ. ხო და რა ვარია? როგორ ჩამაბაზე გადამათრიოს რა ხდება ეს რა და იქაც ეთყობა რაღაცას მიშვებიან და ხო და ამოვიდა ყელში ყველაფერი ესა და მე ვთხარი რომელი ხარ გამოდი შენი დედა მეთქის ხო და ვთხარი ხო და არ მიპასუხა ახლა მეორე მხარეზე მივბრუნდი გამოდით რომელი ხარ ახლა მე იქეთ მოვბრუნდი აქეთ მოვბრუნდი ხო და რო არავინ არ გამცა ხმა კიდე უფრო გავთამამდი ახლა რა გაიგე რომ ესენი დავაფრთხე მე მგონი ხო ესე ხარ უკან ბრუნდები აი გამოდით რომელი ხარ და გამოდით და ამ დროს ვიღაცამ ჩამავლო კისერში ხელი და დაიხიე უკან შენი დედა გაგიტანა ერმავალმაო გაიგე ელმავალმა წინა დროშებით იყო ის მართვა დაიხიე უკან ასე შობოდნენ მე წინა ასე რაღაცები და იმ დღეს შემოუღიათ მაინდა-მაინც კაცო ეს რადიო მართვა გაიგე და ეს რადიო თურმე ბატმანებს ეუბნება რომ წადით უკან და მოდით ვიდით ხო და ასე გადამარჩინა იმ კაცმა მატარებლის დაჯახება რადომ გრიშა კიდევ ერთი ისტორია გაქვთ თქვენ და სახალისო თქვენს შვილთან რომელიც არის ცნობილი იურისტი მოსამართლე ხო ნინო ქალბატონი ნინო აი მასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის და დასახმარებლად რომ მოვიდა თქვენთან ერთი ადამიანი აი ეგაბავი და გთხოვოთ რომ გაიხსენოთ სარფში ვიშვენებს დარეკა ტელეფონმა აი უპასუხე ხო და მეო ცეცხლაძე ვარო დეპუტატი ვარო ზედ გამსახურდიას დროსო მე შეკარგად მახსოვხარო ზედთარო მეგობრობდიო და რავეო და საქმე მაქვს რაღაცა და თუ მივიღებოდა დამელაპარაკებიო ძალიან მადლობელი ვიქნებიო და კი ბატონო რაზია ლაპარაკი ახავარ მეთქი თქვა ხო და ამიხედე მოვიდა ეს კაცი ახლა ეს ვითომ ვიცანი და რამე გადავეხვიეთ რაღაცები და დამიჯდა მელაპარაკა როგორ ახარ მოვიკითხეთ რაღაცები და მითხრა რომ კაცო ერთი პატარა საქმე მაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს ჩემი საქმე აწერიაო ვინმე ონიასო ნინო ონიასო იქნება რამე დამეხმარო სად არ მივედი ვისთან არ მივედი თუ იმეს ვიცნობდი რომ თქვენ არ შემეწუხებიეთო მაგრამ ვერაფრით იმ ხალხს ვერ მიუდექი კაცო და იქნება თქვენმა ავტორიტეტმა მიშველოს რამეო არც ისეთი დიდი საქმე არ არისო რამეო თუ უკანონო იქნებაო ნუ გამიკეთებს ოღონდ კანონს დამიკარგავსო და რაღაც ასეთი მებოდიალა რაღაცები და ახალგაზრდა არის ალბათ თქო ხო მე უთხარი კი ახალგაზრდა ხარ ხო და მე ახლა ადრე ვარ წამოსული ხო სვანეთიდან და ამ ახალგაზრდებს მაინც არ ვიცი მეთქი თქვა ან ვისი შვილი არ ვიცი მეთქი თქვა ვა ეხა ეს არ მოეწონა და მითხრა რომ თუნებას მომცემთო მე მაშინ თქვენი სახელით მივალო იქაო და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი სახელი და ესა ახლა ვინ არის და დამეხმარება დარწმუნებული ვარ ახლა რა უთხრა კაცო თუ ჩემი სახელით მივიდა გავუკეთებ საპარატო მე ვთხარი რომ კაცო მქონდა მაგის მცდელობა ერთხელ ვიღაცამ ასე თქვენსავით თხოვა მეთქი და უთხარი რომ ასე და ასე ჩემი მეგობარია და რაღაცები და თქვენთან საქმე აქვს და თუ რამე ეშველება და რაღაცები კანონის ფარგლებში დაეხმარე მეთქი თქვა და გავიდა რამოდენიმე ხანი მეთქი თქვა და არაფერი და იმან პირიქით დაუმძიმებია მაგისთვის კაცო ეს საქმე
რომ რატო შეგატყო ალბათო რაღაცები და შენ სისიადაგე მართოს თქვა თუ არა მიდი კი ბატონო მეთქი მაგრამ ასეთი მიუყარებელი არის მეთქი თქვა ეთყობა თქვა რა ვიცი მე ერთხელ შემქონდა ეს შეთქვა თქვა და მე ვთხარ ახ ვინ არის მე მაგისი დედა აუ ეს რო გავიგე კაცო ეხლა როგორ უთხრა კაცო ეხლა არ იყო ეხლა როგორ არის და ნუ რა ვქნათ აბა ასია თქვა და რა უნდა მოუხერხო კაცო ვინ არის ეს არაკაცის შვილი ვიღაცა ეჯო ან დედა მარგანზა და ან ოჯახში არავინ არ აყავს არა ამოგვაქვს ქოქათა მოკლედ ყველაფერი და არათავზე რა ეგედა მოდი რა ვქნათ იცი შენ ამენაირად სხვა მხრიდან მოუარე კიდე ეცადე მეთქი გაიგე და მე მაგაზე გაბრაზებული ვარ რო გითხრა სიმართლე ძალიან მეთქი რომ ასე არაფრად ჩამაგდო თქვა და მაგისი დედას მე ვიზა მეთქი მაგის დედას რა სამბობო გუშინ ოღონდ შენ მაგის დედას უქენი და მე ვითომ გაგიკეთებია შევისა მოგრეს ასე აი მაგას კი მეთქი პირობას განდება აგენ ჩემ თავზე ვიყო მოგრეს გადავეხვიეთ ერთმანეთს და დიდი მადლობელი წავიდა და მეც ისე დავჭი რა ოი და ბატონო გრიშა თქვენ საგვარეულოდ მოგდგამთ აი განსაკუთრებული ნიჭი და სიყვარული ლიტერატურის მიმართ პოეზიის მიმართ კი და ეს თქვენი ბაბუისგან მომდინარეობს მე ძალიან კარგად ვიცი მისი წინაპრებისგან და ამ შემთხვევაში ის რამე და გავიხსენე რომ ფართო წრე ვახსენეთ თქვენი მეგობრებისა და ასევე ინტერესის და მაშინ რა თქმა უნდა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოეტებსა და პოეზიას. დიახ. და აი ერთი შემთხვევა მინდა გაიხსენოთ, რომელიც ჩვენს დიდებულ მწერალს და პოეტ ბატონ ოთარ ჭილაძეს უკავშირდება. მოკლედ ნეტა ის სოფლის მეურნეობაში მქონდეს საქმე როგორც პოეზიაში გვაქვს. მაგრამ საქმე რა შეიცი? ვიყავით აი თქვენი მეგობარი, ჩემი მერავე ციკიკო იმ მაგიდაზე გოგი ხარაბაძე, ჩემი მეგობარია, დათო სალარიძე და ეს პოეტები იყვნენ ძალიან ბევრი რა. და ეხლა აიტეხა ხარაბაძემ გოგიმ ადრე მეუბნებოდა, რომ შენი წაკითხული სულ ერთმა ჭიქამ რომ მოისმინოს ოთარ ჭილაძემო ის არ მოკვდება ალბათო, გაიგე? ისე მოეწონებაო. და ოთარი ძალიან კარგად კითხულობდა სხვადასხვა თავის ლექსებს, ისე როგორც ყველა პოეტი, აი მაგალითად მურმანლებანიძეზე უფრო კარგად ათქად ვინ წაიკითხავს ყაყაჩუებს და თუ გინდა გალაქტიოზზე უფრო კარგად ვინ წაიკითხავს თაწმინდის ღამეს ბატონ მუხრანზე და და მუხრანი და ასე და ადექი და რადგან ასე დაჯინებით მთხოვა თვითონ ბატონმა ოთარიმ და ამ ჩემს მაგალსებმაც და თქვი ასე რომ ოთარი უფრო ხმამაღლა ამბობდა ამას ამ ლექს ამბობდა რიხიანად ამბობდა ის და ვითომ კეიფობდა ვითომ ქალებში იყო ვითომ რაღაც მე შეუცვალე ტონი ამას მეტი შემსაღლა მას სხვა შეუცვლიდი სტრიქონებს ხო და თქვი რომ სულ ერთმა ჭიქამ სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე და გამახსენდი აღარსა ჩანდი აღარსა დიყავ სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე ვიფიქრე წავალ ჩავივლი გზაზე შემხვდები ალბათ ამ ქუჩის ბოლოს კაბაგეცმება სხვა ფერის მხოლოდ სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე მერე რამდენი შენ გამახსენე ხევით ღიმილით ხმით და სიცილით მომინდა უცბად შენი სიცივე სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე
სულ ერთმა ჭიქამ სულ ერთმა ჭიქამ მაისით სავსემ და შენით სავსემ აღარსა ჩადი აღარსა დიყავ სულ ერთმა ჭიქამ დამათრას ეს შემი დაწერილი არ არისო ეს არ შემე არ დამიწერილი აი ეს არის ინტერპრეტაცია ზუსტად ამოდია საწყარი ერთად გადამეხია გადამკონდა ხოდა აი ცხოვრება მის სულსა და მის პიროვნებას გაიხარეთ ბატონო გრიშა ისეთი სიამონება მივიღებე და დარწმუნებული ვარ ჩვენმა მაყურებელმაც და ვერაფრით გაგიშვებთ დღეს ჩვენი შოუდან ისე რომ აი ეს ლექსი რომელსაც მართლაც არ ნახულად საინტერესოდ ბრძანებთ ხოლმე თქვენ და რომელიც ეკუთვნის ბატონ რეზო ამაშუკელს აი ეს მინდა გთხოვოთ რომ რეზო ჩემი საყვარელი პოეტია რომ უფრო სულ პოეზია არ გამოგვივიდეს მე მყავს ეს მეგობარი აზორ ახვლედიანი დიახ ძალიან კარგი ბიჭის ხაზორი და უახლოესი მეგობარი რეზო ამაშუკელის ხო და ხშირად მაკითხებდნენ ბიჭებში სუფრაზე ამ შუაფხოს და ერთხელ დათვრა და ჩვენც ვიცითო ეს ლექსიო გაიგე ახლა ეს აიწყალმა ხო და ნუ თქვი კაცო თუ იცი რა რაღაცა მაყეფებ და რა მაყმედებთ და თქვი შედათქვი აბა მე არ ვიტყვი შედათქვი მე ხა დაიწყო ახლა და ერთი ორი კუპლეტი რო თქვა ჯერ ისე არ არის ძალიან დიდი პოეზიის მოყვარული მაგრამ ორი სტროფი მართლაც უსწავლია როგორც ჩანს და ბოლოს გადავიდა და ის მოეწონა რომ პერანგზე ხელი მოკიდე და მოგხიე და ეს მოთხრობით ამბობს ახლა ბოლოს და მოგხიეო და მე და შენო ხო და თეურაც ხო იქნებოდა გელოვანიო ის ჩვენი მეგობარია ხო და 4-ვეო თვალი ვეყარე თუ არა გვისპირზეო რა მოკლე შინარსი მოყვა ხო შინარსი ასენთან კი მაგრამ მე-4 ვინიყო კარგი მე შენ და ეს გელოვანი და 4 ვინ არის ეს 4 აი ის შეგეცოდება შენათქიო ხო და ახლა მე ვიტყვი მე-4 ვინიყო კარგი ხატობას აվել შუაფხოს ზე ზანზალაკად ეკიდა შუახნის შუაფხოელი წამოიმართა თექიდან წამოაქცია ყურატი გამოუღადრა კისერი ატყდა ხეობა პურადი კაცი არ დარჩა ფხიზელი ლუდით და ჟიპით აურით დამქრალი ხალხი ეყარა და ხერხემალში ხმაურით შემოდიოდა ქვეყანა ვიჯექი გულზე მეწერა შვიდის მწყაზარის სახითა მერე რომ ლექსად მეწერა დღერასაც გულზე მახლიდა ზემრომ მოხრიპა ზედაშე ხატს ჩუმად გამოვეპარე და საღამომდე ნედაშენ კრიფე ცისფერი კესანე მოვედი ხელი მოგხვიე მკერდზე პერანგი მოგხიე თვარე მე შენ და არაგვი თვალი ვიყავი თოთხიე თურმე მე-4 ყოფილა თვარე და თავი უღრმესი მადლობა ბატონო გრიშა მოგზანებისთვის ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეთ და სიკეთე ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი გრიშაონიანი მადლობა დიდი მადლობა
უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერალი ყავს დღეს სტუმრად ჩვენ შოუში. მათე მარტიაშვილი. ფიქრებს ბედავს გულით ავხედი სადგეძებო ვაირაშოს წახვედი ამას ათხოვ შენს მახლობლად მეც ვიყო შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო ამას ათხოვ შენს მახლობლად მეც ვიყო შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო თითო შენი სახე გადამეღობა ზერად მინდა შენი ჭრდილი მეღობა რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო შენობა იცი როგორ მაწვალა მე ხომ ნატრა შენმა ნახვამ მასწავლა რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო ეზოში გადარგული ხე ვიყო რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო რომ გაილი სულ დამკარა მათე დიდი მადლობა ჩვენგენაცვალე ძირფასო მეგობრებო დღეს მათე მარტო არ მობრძანებულა ჩვენთან ის თავის შვენიერ და ნიჭიერ დედიკოსთან თინა ჭულუხაძესთან ერთად არის მობრძანებული თინა მოგესალმებით მოგესალმებით მადლობა მობრძანებისთვის ბევრი გიცნობ ჩემო ძირფასო მაგრამ ვინც ვერ გიცნო მინდა შევახსენო შენი თავი შენ ბრძანდები პირველი ჯეოსტარის გამარჯვებული და გვარი შეიძლება ჭულუხაძე ყველას არ ახსოვდეს მაგრამ თინა სამაჩაბლოდან ახსოვს ყველას და მეც გულშემატკივრობდი აჩაბეთიდან ბრძანდები შენ ჩემო ძირფასო და აქედან მოვიკითხავ ამ ჩვენ ძირძველ კუთხეს და ვისურვებ რომ სულ მალე დედა სამშობლოსთან ერთად ყველას ერთად გვეზე იმოს და ყველას ერთად გვემღეროს ხმამაღლა ერთიანი ომახიანი ქართული სიმღერა ამინ ვერც მაგისმინოთ გაიხარეთ ახლა მინდა პირველ რიგში მოლოცვი დავიწყოთ რომ ესეთი მაგარი ვიკი ყავს და გვეძდება ყველას ერთად და მითხარი როგორ დაიწყო მისი პირველი ნაბიჯები მუსიკაში და როგორ შეაყვარეს სიმღერა ზოგადად ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო ჩემ შვილებს ემღერათ, იმიტომ რომ სულ მაკლდა ხოლმე ეს ჰანგები სახში რომ დავიწყებდი სიმღერას, აი მინდოდა ან ბანი ემღერა ვინმეს, მეორე ხმაში შემომხიდებოდა პირველი და რაღაცნაირად გამოგვივიდა. ჩემს გენზე ასე ვთქვათ, გადმოვიყვანე ჩემი ორივე შვილი და ავამღერე. მათი ძალიან პატარა იყო რომ ვამჩნევდი უკვე, იყო მონაცემები მუსიკალური, ძალიან კარგი ყური ჰქონდა და უყვარდა მუსიკა ძალიან. იავნანას სიმღერისასაც კი ვგრძნობდი უკვე რომ სხვანაირად მისმენდა და ბგერებს სხვანაირად უკვირდებოდა და
აი მადლობა ღმერთს ძალიან გაგვახარა და დღეს ფაქტობრივად სცენაზე ისევ მათემ დამაბრუნა. აი თამამად ვიტყოდი. ოჩაღ მათეს აი ამ საქციელი გო პირველი. ათე მიხაილ შენთვის როგორი იყო ეს პირველი ნაბიჯები და როგორია დედასთან ერთად ვერა? დედასთან ერთად ვღერა არის ძალიან სასიამოვნო, რადგან დედაჩემი არის გამარჯვებული, მოგესწრებათ პირველი ჯოსტ არის გამარჯვებული და ვფიქრობ, რომ დედა მასწავლას უნდა და დედას გარეთ მე ვერ ვიმღერებდი ეს კარგად და ჩემთან ან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დედასთან ერთად სიმღერა და ძალიან მიხარია რომ დედასთან ერთად ვღერა. ენაცალეს. ღმერთს გამღეროთ. მე კიდე ასევე საოცრად მიხარია ის რომ სოლო სიმღერა უკვე გაჟღერდა მათესი და მოდი გადავიდეთ იმ დუეტზე, რომელსაც მეც სიამოვნებით მოვისმენ ჩვენი შოუს მაყურებელთან ერთად. სიამოვნებით შეგისრულებთ. აბა გაზაფხული სურნელებას ყვავილებით გაიგე პეპლები ვითკოგუები ეშხით თვალებს აგიბნეს სიყვარულის გესვრისისას მოვა თავქსას აგიბნეს მაგეს გახსნის ხიმილით ნაბარდებს კულზე დაგიბნეს სურნელი გაიგე ჭაბუკობას რასაც დასდეს სიბერეში აიღე სიბერეში აიღე ყველა ყვავილს ნუ მოსვლიდა ჯერ სურნელი გაიგე ჭაბუკობას რასაც დასდეს სიბერეში აიღე სიბერეში აიღე ქალი რასაც შემოგიდას მას ქალი ვერ წაიღებს გამოგტაცებს ისევ ქალი ძავა სხვასთან წაიღებს გაგიქრება სიჭაბულე შეცდომებსაც გაიგე მაგრამ ვეღარ მიეძები ვეღარაფერს აიღე თურმა თვალით მიენდობი და აღოს ვერ აიღე ქარი რასაც შემოგიდას ისევ ქარი წაიღებს ისევ ქარი წაიღებს თურმა თვალით მიენდობი და აღოს ვერ აიღე ქარი რასაც შემოგიდას ისევ ქარი წაიღებს ისევ ქარი დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები ვისურვოთ ამ უსაყვარლეს დედაშვილს, თინა ჭულუხაძესა და მათე მარტიაშვილს. თბილისური კვარტეტი გახლავთ ჩვენი შოუს შემდეგი სტუმარი. მოდი მეგობრებო. საუბარჯოს. საღამომშვიდობისა ჩემო მეგობრებო. მოკლედ დიდი სიახლე გვაქვს ჩვენ თბილისურ კვარტეტში, იმიტომ რომ დაგვემატა შესანიშნავი წევრი რატი მეზრიშვილის სახით და ამჯერად აი ამ კუთხით და აი ამ ნიშნით მინდა წარმოგიდგინოთ ძვირფასო მეგობრებო, კეთილი იყოს შენი მობრძანება, შენ გენაცვალე ამ ლამაზ კვარტეტში. რატი ესე იგი შენ გაგიცნო ფართო საზოგადოებამ და მაშინვე შეგიყვარა პროექტიდან მიმღერე ტელეიმედისა, სადაც შენ დედასთან ქალთა მაცაცოსთან ერთად გამოხვედი. ესე იგი
დედა ფაქტიურად გამოგიშვა ხო ბიჭებთან კვარტეტში? როგორ სკოლაში გამომიშვა პირველად მარტო. იცი რა მინდა გითხოს? ხო არ იეჭვიანა ხალბატონმა მაცაცობა, იმიტომ რომ 2 წელი დაჭირდა რომ რატი დაეთანხმებინა პროექტ მიმღერეში მონაწილეობის მისაღებად და ბიჭებმა ესე მალე რომ დაგითანხმეს როგორ იყო ეგ ამბავი? ბიჭები დაახლოებით 2 დღე იყო. დაახლოებით 2 დღე ველაპარაკე. 2 დღე და მე უკვე ან ბიჭებთან მანამდეც ურთიერთობა მქონდა, ანუ დედა ჩემიც რაღაც სიმღერებს პოპურებს უკეთებდა, რაღაც სხვათა შორის აი დღეს გადაცემაში რაც გვაქვს გამოტანილი, ეგეც მასაზრ გაკეთებული პოპურია და მანამდე რაღაცას თანამშრომლობდა ესე ბიჭებთან და შემდეგ როცა წევრის დამატება დაჭირდათ უკვე რაღაც მოუნდათ რომ ჩემთან ერთად გაეკეთებინა. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მე ვიცოდი ამ გადაწყვეტილების თაობაზე როცა მწიფდებოდა და მე ჩემი მხრიდან ასე ვთქვათ ორი ხელით მხარი დაუჭირე შენ კანდიდატურას რომ შესანიშნავად შეერწყა და ამას სულ მალე მოისმენს მაყურებელი თქვენი ეხმების ამ თანწყობას, მაგრამ მე სხვა რამე მინდა გითხოთ. თბილისური კვარტეტი, თბილისელი მსმენელისთვის, თბილისური სიმღერებით თუ აპირებთ კონცერტს? არა, სუდიდია, იმიტომ რომ თბილისურ სიმღერებზე ალბათ ცალკე უნდა გაკეთეს ეს კონცერტი. ისე გეგმაში ძალიან ბევრი კონცერტია გია და რა ვიცი, ვემზადებით და მთელი ენერგიას და მთელ რა ვიცი დროს ამას უთმობთ, რომ კარგად მოვემზადოთ და კარგად წავსგეთ მაყურებლის წინაშე. წლის ბოლოს უკვე შესაძლებელი შეიძლება იყოს. ძალიან კარგი. შემაჯამებელი. მოდით გადავიდეთ ახლა მაშინ სიმღერაზე და შევთავაზოთ ქალაქური სიმღერების ის პოპური, რომელიც დღევანდელი გადაცემისთვის მოვამზადეთ. აბა გთხოვთ, ოლგან. Bici gogo serils asers ara gagabigos vin memsudat ne davimas visaces mis siqavarulis abda ubda ertsi maghera samagheris muda skhvasi maghera agar unda Swiss dugase ari magheres Skarachels viperza nosuldas Tumsa gavali aeria Aragai velis mais rudat Tbiliseli bichikvia Ise magheris rogosunda Badara gogoda, badara mtatsmida, badara tsamida, badara vaze. Me tu artesavar, dardi da gmesavar, khavali knevar tsvigo am kveganadame. Isevagav shale suli saparevi, lavusa srulo khigini minda. Zavali Tbilisi samukhavavazevi Shemomashvelet sisferi azida Lale lale bio, kenat lale bio Shenet shemogelavos, chemi hanagevio hanagevio Ya ya la 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 Ya la 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 Ya la 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 Ya la 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 Akimo bastavi verade Ostana khabaday Ya la 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 ya la 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 Kartvelebs da sinian Khvinis maromitsyan Imas აღარ ფიქრობენ ამას რისთვის ჩადიან თუ გაქვს არავადაგენილი დილით შემოდანილი ვადარცელის დაგარეფილი კიდრებიდან წვანილი ჯან აია ჯან აია ჯან აია ჯან აი ჯან აია ჯან აია ჯან აია ჯან აი ჯან აი ჯან ცხოვრება აბავისე გადრება ღვინო არის სიცოცხლე ჩვენი ძმა და დიდება ზმებოროთ სამომდები ნუ ჩამდეთ კუბოშია სუყველას გვედრებით ჩამდეთ დიქჭორაშია ჯან აია ჯან აია ჯან აია ჯან
გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო დაკარგული შენი შვილი მოვედი საქართველოს მიწაცხალო ალაგო სიყვარულის სათხოვნელად მოვედი თაოც მინდა მამა დავითისაო შენ დარაჯო ქალაქ თბილისისაო წმინდა მიწა უკრავ წერლებისაო გამარჯობა იეთიმ გურჯი მოვედი გამარჯობა იეთიმ გურჯი მოვედი იეთიმ გურჯი მოვედი დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, თბილისურ კვარტეტს, დღეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.